პირდაპირ ეთერში და როგორც რეკლამამდე აღვნიშნეთ, ფოლკლორზე ვისაუბრებ, ძალიან სასიამოვნო სიახლეს და სასიამოვნო საღამოზე. ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო 10 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ქალბატონი ეთერ თათარაიძე, პოეტი, ფოლკლორისტი, გიორგი დონეძე, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. თვითონ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოებს საინტერესო ისტორია აქვს, იმიტომ რომ გარკვეული მიზეზების გამო ორჯერ ჰქონდა წყვეტა, ერთგვარი ჩავარდნა, მაგრამ ახლა სასიამოვნო ის არის, რომ უკვე ფაქტობრივად ყოველწლიური სახე მიიღო. სანამ კონკრეტულად ამ ფესტივალზე აღარ იქნება. როგორც წყვეტა აღარ იქნება. წყვეტა აღარ იქნება, ეს უკვე საიმედოა ნამდვილად. სანამ კონკრეტულად წლევანდელ ფესტივალზე ვისაუბრებთ, მოდი გავიხსენოთ ძველი დროის დრო, როდესაც ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი თავად ატარებდა მსგავს საღამოებს, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მონაკვეთი, იგი თავად კითხულობს ლექსს. აგაიგება სიზმრისა სუთია სუთი სოფელი დახამხამება თვალისა ამ ქვეყნად წესი არ არის მეორედ მოსვლა მკვდარისა იმიტომ გვართებს ცოცხალთა მოხდა სიცოცხლის ვალისა ვერცლის შაუძლავ ვერც ჩასძლას გახსნა სამარის კარისა იმ ქვეყნით მეორედ მოსვლა მიწის დანგრევა მყარისა საწუთრო არის მტვირთველი ქვეყნად ტკბილის და მწარისა წუწუნიც იმას ეკუთვნის მთაზე ყვირილი ცხარისა უნდა გიყვარდეს სამშობლო თუ ხარ ქართველის გვარისა არც ლხინი თავბრუს გასხავდეს არც გეშინოდეს შარისა წასულს არ უნდა გრცხვენოდეს დატოვებული სპალისა უქმად ნატარის სიცოცხლე ფასი არ არის ჩალისა ერთი რამ არის საწყენი საწუთრო სამართალისა რატო არ იცის გარჩევა მამაცისა და ხდალისა არაჩვეულებრივია ნამდვილად და ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა რატომ არ იქცა მაშინ ტრადიციად რატომ დაირღვა ეს ტრადიცია და წყვეტა რატომ ჰქონდა რა იყო ამის მიზეზი ხო გიო ამაზე ადვილად ვერ გიპასუხებთ იმიტომ რომ შვილად მომერგება თქვენსავით ასაკით არის ახალგაზრდა კაცი მე ამ საღამოების მონაწილე ვარ პირველიდან ყველა იმ საღამოზე პირველ საღამოზე 79 წელს ეს ცნობილი ფაქტია რომ ვახუშტი კოტეტიშვილმა ქალბატონი ეთერ თათარაიძე აღმოაჩინა ასე შენ ძილმასკლავი გოგრულთას მასაწყვეტი აი ეს არის ის კადრები სწორედ ბევრი წლის წინანდელი როდესაც თქვენ კითხულობთ უცრელა ყვაიდუ ცეცხლო ხავი იცი ხო დამშჭყანეით საკართობლია დუთეს მუნკელა საქნავით სარიჭინი ხო დამშჭ გოგრულთას წყაროს შედგმულ თუნგი ნაქსოვნუქსოვა დაღლილა კაზმეები ხო დამშჭ პატარა გასცემთ მაშინ იმ დროინდელი საღამოები ხო დამშჭ ძალიან ცუდად გითხულობ და არ მიყვარს ჯობია რომ გავაჩეროთ იმიტომ რომ მართლა ცუდად გითხულობთ ამ ღელავეთ რაღაცა ესეთი მაგლებისა ხო ძველია ძალიან მე-9 საუკუნის ხანმეტიანი ძეგლებითა ეს კილო ცნობილი როგორც ჩვენი ყველა კილო და კავი და ყველა ჩვენი დიალექტი თავისთავად უმდიდრესია ესეც მათ შორის თუშურიც არის აღმოსავლურ კილოკავებს და დიალექტებს შორის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო. ამას დავანებოთ თავი უბრალოდ ეს იყო მართლა არ შერწყება ვახუშტი კოტეტიშვილს და იმ ადამიანებს რომლებიც ერთდროულად ამ იდეას ავითარებდნენ და სახავდნენ რა უნდა ექნა იმ კომუნისტურ მძიმე ღურბელ ჩამოწულ წოლილ ქვეყანაში რითი უნდა გაერღვია თავისთავადობა ქართველებისა და მოიგონეს ეგეთი საღამო სადაც ქართულ სიტყვას უნდა ემუშავა მაქსიმალურად და მათ არ შეერწყება არასდროს თავისი დატოვებული კვალისა როგორც აი ყველაზე დიდი მე ვიტყოდი ჩვენ მართლა ხელი ხელს აგოგმანები გვაქვს არ მიყვარს ეგეთი დაცვეთილი ტერმინებით საუბარი მაგრამ გვაქვს
კლასიკური პოეზიაც და ნიმუშები და ხალხური პოეზიის ნიმუშებიც და მე ვიტყვი რომ იმათ შორის ყველაზე ძლიერი ვინც წუთი სოფელზე ფიქრობდა ეს ხო იოსებ ბაიაშვილი აი ეს სისვიფრის მწვანე ხალათი რო ეცვა და იდგა თუ როგორ ქვია პერანგი რო ეცა შაურად თქვი ხალათი ხო და ის არის ძია იოსები მოხუცი კაცი რომელიც აი სრულიად ნამდვილი გენიოსი გადიოდა მიწაზე ჩვენ შორის და მან დაიწყო ივანე ციკლაურის ლექსით, მაგრამ ბოლო ფრაზა თქვა მხოლოდ უკვე გაბურის საფლავში ეხლა არ არის ეს ჩანაწერები ძალიან ფრაგმენტულად გვაქვს და ვისარგებლებ და ვიტყვი რომ ცენტრს ფოლკლორის ძალიან სჭირდება ოქროს ფონდიდან აი ეს ნამდვილი ჩვენთვის აი წყურვილად ქცეული მასალები ეს ჩანაწერი არქივი არსებობს უბრალოდ არის ოქროს ფონდში დაცული თუ აი ზუსტად არ ვიცი სად არის ეხლა დაცული აქამდე უჭირს ან რაღაც პროცედურულად ვერ ხერხდებოდა მე მგონი ხა რაღაც შეიცვალა მდგომარეობა ისე რომ აი ესეთ ფრაგმენტებს თუნდაც დღეში კი არა კვირაში ერთხელ თავის ქვეყანას რომ თუნდაც თვითონ თქმელს აჩვენებდეს ჩვენი ქვეყანა ამ ჩვენ ენას არასოდეს საფრთხე არ დაემუქრება და ახალ თქმელებს გამოაჩენს თქმელებს ახალ ბავშვებს ეს ისეთი იდეა სადაც თქვენ არიცით როგორ წერენ ახალგაზრდები აი ამ წამს ეს არის ძალიან საინტერესო თავის დროზე თქვენ აღმოგაჩინეთ ვახუშტი კოტეტის მიმართ დღეს უკვე თქვენ აკეთებთ აღმოჩენებს და ალბათ პირადად ხართ ჩართული მუდმივად ამ პროცესში რომ აღმოაჩინოთ ახალი საინტერესო მსმენელი და ადამიანები და განსაკუთრებით ვიბრძვი რომ ახალგაზრდები აღმოვაჩინო იცით რატომ მეშინია რომ ეგ გაღვივებული ღადარი არ მიინავლოს და არ ჩაქრეს და სულ ვათამამებ სულ მე და ამირანი სადაც ხვდებით ცოტათი სუსტი რომ აი მას მაინც ვეუბნებით რომ არა უშავს მოდი აი ამაზე იფიქრე ამას მოსმინე ის წაიკითხე და მიიღე ეს ცოდნა და ამას ვეჭველად მიაღწევ და ეს არის გენეტიკურად ჩვენ სისხლში რომელიც არ ცვდება ენის სიყვარულით მიუხედავად იმის იმდენ რამეს ვისმენ ეხლა ბავშვებისგან და უკაცრავად არავითარი სურვილი არ მაქვს რომ ესეთი შენიშნავ თქვა მაგრამ ჟურნალისტებისგან იმდენ გაკუცულ სიტყვა საშინელს ვითომ სადღაციდან მოტანილს რომ აი სულ გული მწყდება რატო როცა ამის 15 ალტერნატივა გაქვს ქართულად და შეგიძლია რომ ეს თქვა ადამიანურად აი ეს არის ამ საღამოს დანიშნულება ეს საღამოა სრულიად ეროვნული და რა ძალაც დღეს ქვეყანას აქვს ხვალ ჩვენ ამას ვაჩვენებთ რა ძალაც იმიტომ რომ დრო იცვლება მიდის 2 წვეტა თქვით და 3 წვეტა იყო ეხლა პირველი როცა დაიწყო 79 წელს ეს გრძელდებოდა 85 წლამდე მე რაღაცა გაჩერდა იმიტომ რომ უკვე 10-თვის 9-თვის იცით უკვე დაიწყო ეს რაღაცა მოვლენები ისა ვისეცალა შიმშილი წყურვილი მოვიდა ყველაფერი და არავის ამის ღონი არ ქონდა და არც ეგრე ადვილად არავინ არ გაგატარებდა ამისთვის და აი მე 2000 წელს ბატონი ზურაბ ჟვანიას წყალობით ღმერთმა მართლა ნათელში ამყოფო სამკაცის სული აი პირდაპირი ბრძოლით ზურაბ ჟვანიასი ეს საღამო აღსდგა და ამ საღამოს უძღვებოდით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი ამირან არაბული და თქვენი მონამორჩილი ისე რომ ეგ მეორედ შეწყდა 2000 წელს იყო შეწყდა ისევ და მერე აი 2008 წელს ვახუშტი იყო ძალიან ავად და ვიცოდით რითი შედა ბოლო დღეები იყო და ყველა მეცოდით ლექსო არ დაიკარგები და ჩვენ მე და ამირანი მივედით და ვთხოვეთ რომ თუ იტყვი თანხმობას და წაიყვან ჩვენთან ერთად ამ საღამოს ვიცოდით რომ ღონი არ ქონდა უკვე აპარატი ისა ესა და თქვა რომ ხო გაგვიჯავნდა ესეთი ხეიბარი უნდა მიმიყვანო დამაგდოთ სცენაზე აი ეს სიტყვებით და აყურებინოთ ხალხს როგორ დაავადდიო და მე აღარ ვთხარი არაფერი და მივიღეთ თანხმობა პიროდი ჩუმა წავედი და პიროდი რო არ დავენახე და მიხვდა ეთქვა და ხო წამოვა ბავშვი ცუდი ბავშვები რო არიან და რო აიძულება ესეთ მე და ამირან ძალიან ცუდად მოვეკეცით მაგრამ ეგ იყო მაგის
მის მოსვლა ეტლით რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში და წავიყვანეთ ეს საღამო იყო ძალიან ემოციური ძალიან თბილი და ძალიან ემოციური და მე წავიდით ეს რაღაცა კიდე წავიდა 2001 წლამდე ჩვენ უკვე იმ წელს გარდაიცვალა ვახუშტი და ჩვენ დავრჩით ეს რაღაცა ჩაუქრობლად რო ამთო ეგ ცეცხლი ჩვენთვის და ეხლაც და 2001 ადამიანი ერთ მერე იყო წვეტა მეორე მესამე გამოდის უკვე და აი ეხლა მოდი გიორგი ეხლა შენ უნდა ისაუბრო რა ფორმით აღდგება ეს საღამოები და უკვე პირობა დადე რომ იქნება ტრადიციული და წვეტა აღადოთ პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ეხლა თუ რამე არის დღეს შემორჩენილი ჩემი ბოლო პერიოდში დავაკვირდით ფესტივალმაც ჩვენ ფესტივალშიც ხო მივიღებით მონაწილეობას და ვაკვირდებოდით თუ რამე დღეს შემორჩენილი ხალხში არის ყოველთვის ზეპრის სიტყვიერების ეს ყველა მიმართულება თითქმის თვითონ შიგნით კაფეა იქნება ესა თუ ახალგაზრდების უფრო მეტად ყველაზე მეტად უფრო საქართველოში და ქართველებში ეს ზეპრის სიტყვიერების ტრადიცია არის შემორჩენილი სიმღერაზე და გალობაზე და სხვა მიმართულებებზე მეტად ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრია მე მგონი ესე ალბათობით საბედნიეროდ ესეა და ეს არის ყველაფერი ამ საღამოების დამსახურება ეს ამ საღამოებმა ძალიან დიდი ეხაც ვატარებ ხელა გამოხმაურება ხო ეს არის საინტერესო ალბათობით ეს საუბრობდა ჩამოსვლა აი ახალგაზრდებს რა თქმა უნდა აბსოლუტურად ახალგაზრდა ძალიან დიდი ახალგაზრდა თაობა ეს არის ხალხი რომელიც არჩევს სად დავინახავთ ხა ჩვენ ესეთ და ჩვენ ფოლკლორისტების პირდაპირ ვალია რომ ესე რაღაცნაირად შევკრიბოთ და ქალბატონი ეთერის მეთვალყურეობის და ამინარებულის მეთვალყურეობის ქვეშ უფრო სწორი მიმართულებები მივცეთ ამ ადამიანებს რომლებიც მე ეს საღამოებს გააგზავნებენ როგორც გააგზავნა ქალბატონი ეთერმა ბატონი ვახუშტის დაწყებული პროცესია ძალიან საინტერესო დადიხართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რეგიონში პირადად ისმენთ შემდეგ რომ იმისთვის რომ აღმოაჩინოთ ეს მარგალიტების პროცესი როგორია ისეთ ადგილებში დადიან და ისეთ სოფლებში სადაც აი სიმღერა სამწუხაროდ დაკარგული ხა აღარ არის ბევრ რეგიონში ისეთ რეგიონებში სადაც ყვაოდა სიმღერა იქაც დაიკარგა და ეს შემორჩენილია ძალიან მაგრად და ეს საღამო ძალიან მნიშვნელოვანი უფრო მეც ვიტყვი ეხა აი გუშინას ვთქვი და დღესაც ვიმეორებთ რომ ეს საღამოები არ შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ თბილისში იმიტომ ძალიან ბევრი ხალხი არის ამით ხუმრობები ესეთ იმერეთში ძალიან უყვართ გურიაში და ვფიქრობ რომ შემდეგაც რამოდენიმე რეგიონში გავიდეთ და ესეთ საღამო რატო ახლა ეს ადამიანები სტუმრობენ თბილისს პირიქით თბილისიდან თუ მიიღებენ თბილისიდანაც მიიღებენ და ყველას ყოველ მიაღებია რეგიონები და ჩვენთან ჩამოდით და ჩვენთან მოაწყდა თვითონ აი ოქროს ფონზე სეგან რომ მოიქცენებ გიორგი ჩვენი აზრი მაინტერესებდა ამიტომ ჩემი აზრი ეს შეგროვებული ფოლკლორი რომელიც ბევრი ექსპედიციის ხარჯად იქ შეკუჩებული ეს არავისი საკუთრება არ არის ეს იქუთნის ერს და თუ გვინდა რომ ნედლი დარჩეს ტრადიცია მაშინ ეს უნდა იყოს ღია ზოგი კომპეტენტური და პროფესიონალების კეთახმობით არანაირად ჩვენს გვაქვს პატარა არქივი აი სიგნალში 3000-ზე მეტი სიმღერით ეკვა აუდიო ვიდეო მასალა და ამი გავიზარდე უკვე რამდენიმე თაობა და საკუთარი სკოლა ეკვავს და რომ დადიხარ სადმე სოფელში აი თქვა ჰევში და ოხუცი ქალბატონი ამბავს მე ვერ ვემღერეთ ამიტომ ქმარი არ არამქავს და შვილი არ არამქავს და ჩვენ ველნები რომ არა გეკვეცარი ემღერე რომ სხვა შვილები დააგზელებენ მე როგორ შეიძლება ეს ჩაიქეთო და ეთქვით რომ ეს არის აი რაღაცა საუნჯექი არის სადამ ემღერება ეს თუ მოხდება და არავინ არ ამღერის გენა ჩანაწერი ქონდეს გენა არ ქონდეს ხა გეთახმებით აბსოლუტურად ეს არის პიონერული თემა აქ არის უნიკალური აი თუნდაც ესეთ გადაცემების ამ საღამოების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ეს ხალხს ჭირდება ხა შეიძლება ტელევიზიაში ვერ გავიდეს ესეთი სიტუაცია დღეს სულ ყოველდღე მაგრამ ფოლკლორის სცენაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ეს ჩვენ არ გვინდა რომ გამოვცეთ და ამით თქვა ფული ვაკეთოთ. ეს ჭირდება ახალგაზრდა. ჩვენი პერიოდი მე რომ ახსენდება, აი მე როგორც მართვეში გავიზარდეთ ბიჭებში და თქვა მასწავლებლებს სწავლ ძალიან რთული იყო, ჩანაწერები არ ქონდა და რეგიონებში თუ სანამ ჩავიდოდით და იქ მომღერლებისგან ამას ვისწავლეთ. ეხა გამოჩნდა ეს ჩანაწერები 2000 წლის შემდეგ და
ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. აი ეხა ბევრად წინ ვიქნებოდით. მე რაც მე ვიწვნე არ მინდა რომ ჩვენ მომავალ თაობას იგივე დაემართოს და ყველა ჩანაწერი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ვინც ამაში ხელს შეგვიშლის ის გიორგი ესეთი მოდელი ნახე სამხრეთ ესპანეთი აქ ყველა ქალაქი სადაც ფლამენკო მაგითი ხალხური სიმღერების ტრადიცია არის სამსართულიანი პატარა სახლი ფლამენკოს ცენტრი ქვიას სადაც პირველი სართულზე არის ფოტო გამოფენა ცნობილი ლოტბარები მეორე არის 24 საათი დოკუმენტალური ფილმი ფლამენკოს მომღერლები მოცეკველები და გიტარისტები და მესამე არის ბიბლიოთეკა თავისი კომპიუტერის დადაბაზი სადაც მაგალითად ასლანური მრავალჟამიერი გაინტერესება აქრებოდ უცბა 20 სხვადასხვა ჩანაწერები უსმენ და მე გაქვთ უფლება რომ ფლაშკაზე გამოწერეთ და შენ თვითონ ისავლო აი ძალიან მარტივი არის გავაკეთოთ ფოლკლორის ცენტრში ეს დიდი ხანია აი სამსართულიანი სახლი ქართულ ფოლკლორში კიდევა მინიმუმ 15 სართულიანი აი დავუჩი პროგრამა რომ დავატიოთ ძალიან მნიშვნელოვანი თან კუთური იყო აქცენტი მაგალითად მალაგა სვანერი ვიდრი სივილია და მაგითი უნიკალური ლოტბარები რომელიც ზუსტად მიმაგრებული იქონი იმ ქალაქზე იყო აქცენტ თუმცა და თან ბიბლიოთეკაში კიდე იყო როგორი რამეა თუ რომელიმე ფლამენკოს ანსამბლი სადმე მოგზროვდი და გასტროლი ქონდა სრულ ინფორმაციის სოფლიოში ანუ მე თუ არგენტინიდან ვარ და მაინტერესებს შემდეგი ანსამბლი როდის ჩამოდის ბუენოს-აირესში იქვე გავიგებ და აი ესეთი რამე თუ გავაკეთებ ეს იქნება სოლიზიკარი მომავალ თუ რეალურია ოზურგეთში 2016 წელს დარწმუნებული ვარ შეთანხმებულია მთავრობასთანაც და ჩაშფული იქეცლის ბიუჯეტში კეთდება ზუსტად სამსართულიანი ესე იგი 1300 კვადრატული მეტრის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობა დღეს ყველას თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს ეს იქნება თქვათ ჩანწერის სტუდია, სცენა, არქივი და აი გავითვალისწინებთ ჩვენ დაახლოებით ეგეთი იდეა იქნებ შევხვდეთ მე ცალკე გადაცემაში ვერ შეიძლება ეგეთი რაღაც გაკეთებულ ზეპრის სიტყვერების ყველა მთელი ნიმუშები რაც გვაქვს ჩანაწერები მაგრამ უნდა დაგვიდგეს ოქროს ფონდის არქივები ესეთი გადაცეთ უსასყიდლო და ჩვენ ამას კი არ გამოვცემთ რომ ახალგაზრდები ნახავენ და რა წავაგებთ ამით მოვიგებთ ეს არქივები ხო სწორედ ამისთვის იქნება რომ ნახოს იმ ადამიანმა ვისაც აინტერესებს და დაინტერესდეს ვისაც არ აინტერესებს და არ ნახდა ეს ჭირდება ჩვენ მე პირადად თქვენს უყველას და ახალგაზრდებს როგორც აი როგორ გითხრათ საჭველზე მეტად და საკვებზე და ფულზე მეტად ეს სულიერი საზდო აი ეს არის ნამდვილად რა. ერთ-ერთი იდეა რომელიც ასევე იყო ბატონი ვახუშტის იდეა რომლის განხორციელებაც სურდა იყო უკვე გარდაცვლილ მელექსეთა ჩანაწერების გამოცემა რომელიც საბედნიეროდ განახორციელეთ. თუმცა რამდენად სრულად ეს ჩანაწერები განვახორციელეთ ხოლოდ გარდაცვლილ მელექსეთა ხმოვანი და იქ მოხდა სულ რამდენიმე მელექსე. იმიტომ რომ ეგ მთელი არქივები შევაჯერეთ მართლაც მაგრამ ის გენიალური ხალხი ვინც აი ვისზეც დგას მთელი ეს სიტყვიერება ის უკვე ისეთ როსაც ცხოვრობდნენ ლექსიკი დარჩა ზეპირად დანატოვარი მაგრამ არ დარჩა მისი ხმოვანი ჩანაწერი ეს გავაკეთეთ მაგრამ ჩვენ მე ვიმედოვნებ რომ მართლა ძალიან ბევრია წინ სამუშაო და რა კი გამოჩნდება ხოლმე რაღაც სინათლე მერე ისევ პატარა ბავშვით მიხარია რომ აი ამასაც გავაკეთებთ ეხლა ჩვენც გვაქვს იდეები ამ დარგში და რა თქმა უნდა აი სწორედ დაიწყო რვეულებით გამოცემა ბატონმა ვახუშტიმ და გამოსცემ მხოლოდ მოასწრო ბაიაშვილის რვეული, ფოლკლორული რვეულები, ესე დაარქვა. იმიტომ რომ ოკეანეს ავიდა, ეს შემოდიოდა ვახუშტისთან მთელი საქართველოს ჩანაწერები. ეხლა ისე ხდება ძალიან ზუსტად მინდა გამიგოთ, რომ ეს შემოდის ხა ჩვენთან ეს რვეულები. მოდის პირდაპირ აი როგორც მდინარე და გროვდება ეს ყველაფერი და აი ჩვენ ამ წელს გვაქვს უკვე ამაზე აი ძალიან ბევრი ნაფიქრი და ნათქვამი რომ ცოცხალს ჯერ ცოცხლებზე გავაკეთეთ ვინც ძალიან ასაკოვნებია ჩვენ მხავს აი ცოცხლებს შორის გენიოსი ნამდვილი ხმა მაღლავამბობ არ მეშინია ესეთი გარაშვილი იოსებ გაფშაველი მოხუცი პაპა რომლის 28 საერთო რვეული ამ წუთს ჩვენ სახლში დევს
და ელოდება ეს წიგნად ქცევას და უკვე გვაქვს და გიოსგან უკვე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამას მოუსწრებ ციცოცხლეში რომ ხელში იმას გაზეთშიც არ დაუბეჭდავს ამის როგორ არა გაზეთში სადმე ახმეტის ბახტრიონში იქნება ამას დაკნინებისთვის არ ვამბობ პირიქით მადლობისთვის ვამბობ რომ აი სწორედ რეგიონალურ გაზეთებს შეიძლება ბეჭდავენ ესეთ მართლა გენიოსებს მაგრამ სხვაგან არ გადის ამათი ნააზრევი და აი სწორედ იქნებ მოუსწროთ რომ ეს რაღაც ბედნიერება და მოულოდნელად ეს გაუკეთო ამაზე სიტყვი სიტყვას ესე იგი ჩვენ უკვე წელს 12 პროექტი გავაკეთეთ ძალიან ისეთი მასშტაბური ამ ხრივ არ შეიძლება რომ არ ითქვას იმიტომ რომ ჩვენ ქართველები და ზოგადად ადამიანი მადლეების გზნობით უნდა იყოს შემკული და არ შეიძლება რომ არ ვთქვათ ის ხარდაჭერა სამნისლომ გაწია ჩვენს მიმართ ზოგადად ფოლკლორის მიმართულებით შემდეგი წელი უკვე მზად გვაქვს წინასწარ მოვემზადეთ რომ 2016 წელს ჩვენ ზეპრის სიტყვების მიმართულებით ორი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ უკვე სამნისლოს ხარდაჭერით და დანარჩენი რაც გაკეთდება უკვე საკუთარი სახსრებით და შეიძლება სხვადასხვა სპონსორებით იმრეულების გამოცემა. რაც შეეხება ამ საღამოს, რომელიც თქვა წელს ტარდება თბილისში, კაისად კიდევ ჩატარდება და აი გაბრიელ გარაშვილის წიგნის გამოცემა იგეგმება ალბათ უფრო სადღაც მეორე კვარტლის მერე ეს ჩვენი საუბარი ნანოა დასასრულს ვლავდება თუმცა მაყურებელს მინდა ვაჩვენო ქალბატონმა ეთერმა მოგვიტანა უნიკალური ფოტო მასალა ფოტო არქივი ეს ძალიან ცოტაა ეს არის რა თქმა უნდა მცირე ნაწილი ქალბატონო ეთერ მინდა გაიხსენოთ ასევე ჩვენ აღვნიშნეთ და ყოველთვის ამხდებით რომ ბატონმა ვახუშტი კოტეტეშვილმა თქვენ აღმოგაჩინეთ როგორი იყო აი მაშინ პირველი შეხება თქვენი და ბატონი ვახუშტის არ უნდა გამოსვლა ძალით გამოიყვანეს. ძალით წამიყვანეს მართლა ჩემმა და სად მოგისმინათ ბატონმა ვახუშტიმ პირველად გასა? ფილარმონიაში. და დაინტერესდა მაშინ რა. რეპეტიცია მიდიოდა უკვე საღამო იწყებოდა და მე მაიძულეს თუშის გოგოებმა ვინც მღეროდნენ უთხრეს რომ ეთერო წერს თუშურად ლექსებს მე უნდა გახსნილ თქვა რომ ჩემი ლექსი მიუხედავად იმის რომ არის ღრმა დიალექტზე იწერება დღესაც აი ამ თუშურ დიალექტზე არ არის ხალხური საზომით დაწერილი ეგ არის კლასიკური საზომით დაწერილი ლექსი მე წესით ამ საღამოებზე არ უნდა გამოვეყვანე მაგრამ ეხლა ძალიან ესე გამომდის რაღაცა ცუდად და აი მაინც გამომიყვანეს ვიცი მოგეთ თქვენი პირველი გამოსვლა იყო რაღაცა საკუთრება და მაგათი იყო სრული იშვიათობა და აი პირდაპირ აი არ ვიცი ეს ლექსოპაპა ტიროდა რომ მომისვა ჩუფჩიკა ყიროდა თენგიზუჟაშვილი რომ ნახე ბალღორ ალექსიაო ვახუშტის უყვირო და როგორ შეიძლება რომ თქვენ არ გამოსულიყავ ეხლა წახვალ და მოხვალ პირდაპირ საღამოს და რო წავედი კიდე ვიტირე ჩემდასფარი მე აღარ მოვალ პირველი გამოსვლა ბატონმა ვახუშტიმ დაგაძალეთ და ბოლო გამოსვლა თქვენ დააძალეთ კარგი გაგებით თური იძიეთ ესე გამოდი რომ ჩვენ დავაძალეთ ანუ ქართველობა არის კომპლექსური აზრი ეს არის პოეზია მრავალხმიანი სიმღერა გალობა ცეკვა ლოცვა ღვინო ნამუსიანა დაკენებული აი თუ გინდათ ეს უნდა იყოს კომპლექსი არ შეიძლება თქვა რომ 5 თითიდან 4 მაცხობს ეს ერთ-ერთი არ მაცხობს თუ გინდა რომ ქართველობა გადარჩეს ცოცხლად და კულინარია რა თქმა უნდა ილი არ გეცემა სწორედ სიმღერაზე გადავალთ უკვე გადაცემის შემდეგ ნაწილში მანამდე ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ჩვენი სტუმრები იყავით რაც თავარია ვთქვით რომ წყვეტა აღარ იქნება და ამას ვუთხოთ მაშინ მაყურებელს 10 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გეულდებათ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო და წყვეტა აღარ იქნება ამას იმას ნიშნავს რომ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და რაც თავარია იდეა არის და იმედია რომ განხორციელდება რომ რეგიონებში აუცილებლად რეგიონების დახმარებით იქნება ეს მაშინაც ასე იყო ჩვენ მოგზაურობდით თელ საქართველოში იმედი გვაქვს რომ ახლა მაგრამ ნაკვალებზე წავართ ისე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მოგზაურობისთვის მოდი შევისვენოთ მადლობა და უბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში